გამარჯობათ, მოგესალმებით, ჩემი არხი და YouTube-ზე ისწავლე, რაც გაინტერესებს, გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეოები და ნახეთ ყოველი სიახლე. პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს და ეს არის მრავალს. დღეს გადავწყვიტე ჩამეწერა ასეთი გაკვეთილი. განვიხილო მინდა 3 ვიდეო ედიტორი, აი ესენი. როგორ დავაყენოთ ისინი, რომელი ჯობია ყველას, რითი ჯობია და ასე შემდეგ. 300-ია სტუდიოს ვხმარობ მე მხოლოდ ვიდეოებით ჩასაწერად, ასე ვთქვათ. ოღონდ ერთი მინუსი აქვს ამ ვიდეო ედიტორს, არ იწერს თამაშებს. დანარჩენი, რავი, მომწონს ყველაფერი. კარგი ხარისხითაც იღებს, კარგ აუდიოსაც წერს და რავი რა, ძალიან კაია, ხმის ჩასაწერად აი ეს პროგრამა. რაც შეეხება ამას, ამით ვაედიტებ მე ვიდეოებს, გადაღებულ ვიდეოებს, ან თამაშისას, ან რაიმე სხვა რა, რაც დამჭირდება. არის ძალიან კაი ედიტორი და აქ მარტივი მენიუ ძალიან, რაც შეეხება Vegas Pro-ს, ამაზე ვაფშე ლაპარაკი არ შეიძლება, ძალიან მაგარია, ყველაზე უახლესია, რაც შეიძლება ყველაფერი აქვს, ვიდეო შეგიძლია დაედიტორი თავიდან ბოლომდე, ძალიან მაგრამ აქ ძალიან რთული მენიუ. Vegas Pro სჭირდება დასაყენებლად პატჩი, თორე ისე ვერ ჩართავთ. ხოლო Wildeshare-ს კიდე ჭირდება კრეკი, თორე თავისი ლოგოთი აედიტებს ვიდეოს. ესე იგი 300-იას არაფერი სჭირდება, უბრალოდ მას დაინსტალირებთ და ჩაირთვება ეგრევე. არც კრეკი ჭირდება და არც პატჩი. ხოლო ამორს Vegas Pro სჭირდება პატჩი და Wildeshare-ს კრეკი. ეხლა როგორ დავკრეკოთ Wildeshare? უნდა გადმოვიწეროთ რა თქმა უნდა კრეკი. პროგრამებში აი გადმოვაგდოთ ორივე ბარემ. აი ესე. აი Wildeshare აი აგერ. ამის სამივე პროგრამის ლინკს აუცილებლად მოვაყოლებ აღწერაში, რომელიც გაგიხარდებათ, გადმოიწერეთ. აი Wildeshare თუ არა აქვთ, ამას დაინსტალირებთ, ხოლო კრეკი აგერ მოყვება, გადმოვაგდოთ, ამოარქივებთ დესკტოპზე, შემდეგ გახსნით, ესე აკოპირებთ, ამათ აკოპირებთ, შემდეგ შეყოლთ ამის ფაილში და ჩააკოპირებთ, აი ესე მე ხა ჩაკოპირებული მაქვს, თუ ვინაიდან ჩავაკოპირებ, ახალი პრობლემა. აი ესე ჩააკოპირებთ ორივეს. შემდეგ ყველაფერი იწია, ჩართავთ. გამქრალი იქნება ამისი ლოგო. ეხლა ვხედოთ Vegas Pro-ს. Vegas Pro-ს როგორც გითხარით, ჭირდება პატჩი. პატჩისაც მოვაყოლებ აუცილებლად, ხსნით აი ამ ფოლდერს, რო გადმოვიწერთ. შემდეგ შევდივართ აი ამ ფაილში და აი აქ არის ორი საინსტალაციო. გადმოვაგდებთ დესკტოპზე, ამოვაარქივებთ და ველოდოთ, მოდი.
ეს არის საინსტალაციო Vegas Pro-ი დაინსტალირებთ ჩვეულებრივ და რომ დაინსტალირებთ ჩართვა არ ცადოთ, ვინაც ცადეთ, მაგრამ ვერ ჩართავთ. ეგრევე ხსნით აი ამ პატჩს. აი ესე. გავხსნით, ვაძლევთ პატჩს. აი თუ აწერია. აღარ გვინდა ეს. თუ გვინდა დესკტოპიდან წავშლით, არ არის პრობლემა. და შემდეგ ჩვეულებრივ ვთავთ და აუცილებლად ჩაირთვება. სულ ეს იყო ამ სამი ვიდეო ედიტორის განხილვა, გადაწერეთ თუ ამ საქმიანობით ხართ დაკავებული და ჩემი აზრით გამოგადგებათ სამივე ედიტორი, მემადგება ძალიან. მადლობთ რომ გიყურებთ. ჩემი არხია YouTube-ზე ისწავლე რაც გაინტერესებს და ლაიქით ვიდეოები გამოიწერეთ არხი და უყურეთ ყველა სიახლეს. დიდი მადლობა რომ გიყურებთ. ნახვამდის. But if you close your eyes